გამარჯობა. ეს არის იერაღის კოლიმატორული სამიზნე. აი ესეთი. პირველ რიგში გეტყვით რა მოყვება. ეს არის პლასმასის кейსი, ინსტრუქცია, აქ წერია სხვადასხვა დეტალი, მაგალითად რა სადდევს, რა მასალა, რა ზომები. აი მაგალითად რომ 32.2 გრამს იწონის ეს, red dot-ი აქვს და 1x, ანუ 1x-ი ნიშნავს რომ არ ადიდებს რა, რაც ჩანს, ის არის სინამდვილეში. ასევე მოყვება ესეთი სილიკონის кейსი, ეს არის სამაგრისთვის. ორი ელემენტი მოყვება ამ მოდელს, ანუ ერთი რომელიც უკვე ჩასმულია, მაგასაც გაჩვენებთ, ეს არის კიდევ დამატებით მოყვება. აი ეს ზომა CR20-32. ასევე მოყვება ჭანჭიკები და სახრახნისები სხვადასხვა იერაღისთვის, ანუ სხვადასხვა რელსისთვის. ესეთი ორი რელსია, რომელიც ამ იერაღს მოყვება და მოყვება კიდევ საწმენდი. ნუ ესეც და ეს არის ესეთი სახსნელი. ეხლა ეს მოდელი მაქვს დაშლილი, იმიტომ რომ გაჩვენოთ სადდევს ელემენტი. პირველ რიგში ამას გაჩვენებთ, ანუ რელსიდან უნდა მოხსნათ ეს მოდელი იმისთვის, რომ დაინახოთ ელემენტის სადევს. აი მეორე ელემენტი CR20-32. დევს აქ. ეხლა ეს რო უკან ჩავხრახნოთ, ნახეთ რას ვაკეთებთ. ეს უნდა მოვათავსოთ უკან. და უკან უნდა ჩავხრახნოთ აი ამის საშუალებით, ნუ ზომებს უკვე თქვენ თვითონაც ნახავთ რა, რთული ეგ არ არის, უბრალოდ უნდა მოვასინჯოთ. ესე რომ ჩავამაგროთ. მოკლედ აი პირველ ჯერზე სუბუქად გავაკეთებთ რა, დრო რო არ წაიღოს და უკვე გაჩვენებთ დამატებით დეტალებს. აი ესე დამოკიდებოდა. ამ მოდელს აქვს წითელი განათება, ანუ წითელი დოტი. ეს არის სარეგულირო, მაგალითად იმისთვის, რომ სამიზნე გავასწოროთ ზევით და ქვევით, მარჯვნივ და მარცხნივ, აი ესეთი. და განათების 7 რეჟიმი აქვს, აი გვერდითაც ნახავთ, განათება ერთვება აი ამის საშუალებით და ბოლო წერტილზე როცა მივა, ისე თუ დააწვევით, გაითიშება. აი ნახეთ. ჩვენი წერტილი 1 2 3 4 5 6 7 და მერვეზე ითიშება. მოკლედ ანუ ბოლომდე უნდა დავაჭიროთ, გაითიშება, ელემენტი არ დაგვიჭდება და უფრო უსაფრთხოდად შევინახავთ მოწყობილობას. მოკლედ რო შევაჯამოთ, ეს არის, როგორც გითხარით, კოლიმატორული სამიზნე, ეს არ ადიდებს, აქვს მხოლოდ სამიზნე, ელემენტი თავსდება რელსის ქვემოთ. მოყვება ორი ელემენტი, ზომა არის CR20-32, მოყვება დამატებითი, ესე რომ ვთქვათ, ხუფი რელსისთვის, თავისი სილიკონის სამაგრი. აი ესე უფრო უსაფრთხოდ რო შევინახოთ, სხვადასხვა ქანჩი, საწმენდი და პლასმასის ყუთი. კარგი შენახვისთვის. აი მოდელიც აქ აწერია HD 1079 და თვითონ ინსტრუქციაშიც ნახავთ. მოკლედ სულ ეს იყო. თუ რამე კითხვა გექნებათ, აუცილებლად მოგწერეთ. აი გავთიშოთ ახლა. მადლობა.